სოფელ წერეთელში მოსახლეობას სასმელი წყალი წლების განმავლობაში გრაფიკით მიეწოდებოდა. აღნიშნული პრობლემა თითქმის მოგვარებულია. უბნებზე მილების უმეტესი ნაწილი ამ ეტაპზე რეაბილიტირებულია. ადგილობრივები პრობლემის გადაწყვეტას დადებითად აფასებენ. ძალიან კარგია, იმიტომ რომ ძველი მილები იყო, ტყდებოდა მალე ხრიდით მიწევს და ჩვენ თვითონ შევხვავდა, მაგრამ ეხლა რახან ესე კეთდება, ძალიან კარგია, მივესალმებით, სოფლისთვის კეთდება და უხარული ვართ ყველა. კვირაში სამჯერ კი გრაფიკულად, კვირას იყო სამშაბათს და ხუთშაბათს და ეხლა ამბობენ ყოველ 24 საათი გექნება თუ და მგონი რომ ყველაფერი კარგად იქნება. ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 276,000 ლარი სასმელი წყლის მილების აღდგენას ხმარდება. ამ ეტაპზე სამუშაოები გოგებაშვილისა და სააკაძის ქუჩებზე მიმდინარეობს. როგორც სოფლის რწმუნებული აცხადებს, სამუშაოების დასრულებისთანავე სოფელში წყალმიწოდება გაუმჯობესდება. მისივე თქმით, იგეგმება აღნიშნული ქუჩების მოასფალტებაც. ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო თანხა 276,000 ლარი ჯდება მთლიანად. კეთდება, სადაც კი ძველი მილია, ეგრეთ წოდებული თუჯის მილი, ყველა იცვლება ამ ახალი მილით. არის უბნები, სადაც ჩვენ ახალი გაყვანილი გვაქვს ასეთი მილებით, ახალი მილებით, იქ არ შევეხებით. სადაც შესაყვანია და სადაც გამოსაცვლელია ძველი მილები, აქ ყველა უბანში შევალთ. ამის შემდეგ აუცილებლად გაუმჯობესდება წყალმომარაგება და თუ შემდეგ დავაყენებთ სოჩიკებს, ეგრეთ წოდებულს, წყლის სოჩიკებს, შეიძლება 24 საათიან რეჟიმზედაც გადავიდეთ. გაკეთდება თუ არა, უნდა დაიწყოს მერე მოასფალტირება ამ ორი ქუჩის. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ტონაგო აწარმოებს. სოფლის მასშტაბით 9400 მეტრის სიგრძის მილის შეცვლა იგეგმება. მუშაობა ერთ კვირაზე მეტია მიმდინარეობს. კომპანია ტონაგო და აწარმოებს სამუშაოებს დაახლოებით ერთი კვირა უკვე. შეიცვლება 9400 მეტრი მილი, მუშაობთ უკვე 8 დღეა. სოფლის მოსახლეობას სასმელი წყალი ყოველდღიურ რეჟიმში თვენახევრის შემდეგ სამუშაოების დასრულებისთანავე მიეწოდება. 6 ნოემბერს ორგანიზაცია მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების ოფისში მარნეულის სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებების აღსაზრდელების მშობლებს შეხვდა პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს მდივანი ერჟი რჟანოვსკი. შეხვედრაზე განიხილებოდა თვითმმართველობის ექსკლუზიური უფლებამოსილების სკოლამდელი აღზრდის სფეროსთან დაკავშირებული საკითხები. ასევე ბატონი ერჟი შეხვდა მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის, გამგეობის, საკრებულოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. Совместно с представителем польского посольства დღეს მართავთ შეხვედრას პოლონეთის საელჩოს წარმომადგენელთან, რომელიც პროგრამის კოორდინატორია. ჩვენ დღეს განვიხილავთ და შევისწავლით სკოლამდელი აღზრდის სფეროში არსებულ პრობლემებს. აგრეთვე დღეს ჩვენ შევხვდით საბავშვო ბაღების პერსონალს. გარდა ამისა, პოლონეთის საელჩოს წარმომადგენელი დღეს ხვდება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რადგან განისაზღვროს მომავალი თანამშრომლობის გეგმები. აგრეთვე დღეს შევხვდით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც. Для того, чтобы определить принципиально возможности ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში შტატების გაზრდა არ იგეგმება. ამის შესახებ დავით ნარმანიამ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადების საპასუხოდ განაცხადა. ჭიაბერაშვილის თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობებში შტატები იზრდება და ქართული ოცნების აქტივისტების დასაქმება იგეგმება. მინისტრის განმარტებით, სწორედ სააკაშვილის ხელისუფლებამ გაზარდა სოფლის რწმუნებულების შტატები იმისთვის, რომ წინასაარჩევნო აქტივი ყოლოდა, რომელთა ძირითადი ნაწილი მხოლოდ პარტიული დავალებების შემსრულებელი იყო. ნარმანიას თქმით, რეფორმის შედეგად ადგილობრივ თვითმმართველობებში დასაქმებული პარტიების რაოდენობა შემცირდება. მისივე თქმით, მომავალში ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებში თანამდებობებზე დანიშნვა კონკურსის წესით იგეგმება. წინა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ვიდრე ჩატარდებოდა სოფლის რწმუნებულების შტატების გაზრდა, მე არ გამიკეთებია და ჩვენ არ გაგვიკეთებია, მათმა ხელისუფლებამ გააკეთა, რომ წინასაარჩევნო აქტივი ქონოდათ ამისათვის და რამდენიმე ათასით გაიზარდა სწორედ მაგათ დროს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები და მათი ძირითადი ნაწილი მხოლოდ და მხოლოდ პარტიული დავალებების შემსრულებლები იყვნენ. ამ შემთხვევაში მსგავს რამეს ადგილი არ აქვს. დღეს 13,000-მდე მოხელე მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობის
სისტემაში და ჩვენს მიერ შემოთავაზებული მოდელის მიხედვით არათუ უნდა გაიზარდოს, არამედ ოპტიმიზაცია უნდა მოხდეს და პირველ ეტაპზე 11,000-მდე უნდა შემცირდეს დაახლოებით ადგილობრივ თვითმმართველობებში თანამშრომელთა რაოდენობა. მსგავსი რამ გაზრდა და რაღაც პარტიული აქტივის დასაქმება ადგილობრივ თვითმმართველობებში ნამდვილად არ იგულისხმება. პირიქით, ასე ვთქვათ, ჩვენი ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა გულისხმობს იმას, რომ დროთა განმავლობაში იქ რეფორმები უნდა ჩატარდეს და კონკურსები უნდა გამოცხადდეს და კონკურსის წესით უნდა დაიკავონ თვითმმართველობებში თანამდებობები ადამიანებმა, ვინც არიან ღირსეულები და ღირსეულად უნდა გააგრძელონ საქმიანობა. პრეზიდენტს ყველანაირი პატიმრის შეწყალება უნდა შეეძლოს. ეს არაა პრობლემა. პრობლემა თავად პროცედურაშია. უნდა დაიხვეწოს გზა, რომლითაც შეწყალების აქტი პრეზიდენტის მაგიდაზე ხვდება. განაცხადა იუსტიციის მინისტრმა ომბუდსმენის რეკომენდაციაზე კომენტირებისას. თია წულუკიანის თქმით, პროცედურა საზოგადოებისთვის გამჭვირვალე უნდა იყოს და შეწყალების საქმეზე მომუშავე კომისიაც ახალ პროცედურებს უნდა დაექვემდებაროს. მისივე განმარტებით, პრეზიდენტამდე იმ პატიმართა საქმეები უნდა მიდიოდეს, რომლებიც შეწყალებას მართლა იმსახურებენ. ნუაშვილის თქმით, შეწყალების ნებისმიერი აქტი ჰუმანიტარული პრინციპებიდან უნდა გამომდინარეობდეს და გარკვეულ ჩარჩოებში იყოს მოქცეული. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალების ინსტიტუტის გამოყენება კონსტრუქციულ სამართლებრივ ფარგლებში მოექცეს. მე არ ვარ იმ აზრის, რომ პატიმრები კატეგორიებად უნდა დაიყოს და ზოგიერთის შეწყალება შეეძლოს პრეზიდენტს და ზოგიერთის არა. პრეზიდენტს ყველანაირი პატიმრის შეწყალება უნდა შეეძლოს ჩემი აზრით. ამაში არ არის პრობლემა. პრობლემა არის იმაში, რომ თვითონ პროცედურა უნდა დაიხვეწოს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხდება პრეზიდენტის მაგიდაზე ხელმოსაწერად ესა თუ ის შეწყალების აქტი. მთავარი მაინც არის ის, რომ ჩვენ უკვე გვყავს გონიერი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პრეზიდენტი და მის პირობებში გამორიცხულია იმგვარი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, როგორც ბაჩუახალაიას შემთხვევაში ვიხილეთ.